მოგესალმებით, გუშინ გახდა ცნობილი, რომ რუსული ოცნება გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი მედიის და პოლიტიკური რეპრესიების კუთხით. კერძოდ, მთავარ არხში შევიდა პროკურატურა მათ მიერვე გამოყენებული ოქუაშვილის დაქირავებული ვითომდა წერილის საფუძველზე, რომელიც ეხება თანადამფუძნებლებს. პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ემსახურება ნიკა გვარამიას დამატებითი პოლიტიკური დევნის ამოცანებს. მათ უნდათ ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნა გაახანგრძლიონ. ეს არ არის ჩვენთვის სიურპრიზი, ეს არ არის ახალი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც ჩვენი მეგობრები გვესაუბრებიან, რომ ამ პოლიტიკურ რეპრესიებს პოლიტიკოსების მიმართ, მედიის მიმართ მოყვება ძალიან კონკრეტულად ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა. არ არის შემთხვევითი, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი გადაიდგა ევროპის მოწოდების ზუსტად მეორე დღეს. ევროპა მოგვიწოდებს მორჩით რეპრესიებს, პატივიეცით თავისუფალ მედიას და მეორე დღესვე რუსული ოცნება დგამს ამ ნაბიჯს და შედის თავარში. პირველ რიგში ცხადია სრული სოლიდარობა თავარს და იქ მომუშავე ჟურნალისტებს და ასევე მინდა ხაზი გავუსვა. ნიკა გვარამიასთვის ციხე რომ ყოფილიყო რაიმეს დაბრკოლება, ან ციხეს რო შეედგოს მისი გატეხვა, ის თავისი ფეხით არ მივიდოდა რუსთავის იზოლატორთან. ჩვენი კოალიციის ბრძოლის, თანმიმდევრულობის, რეჟიმთან დაუმორჩილებლობის, დელეგიტიმაციის რამე გატეხვა რო ემუქრებოდეს ციხით, ან ციხის მუხარით, ჩვენ ახლა არ ვიქნებოდით ამ ბრძოლაში. ამიტომ ბუნებრივია ეს ვერ გატეხავს ჩვენ ბრძოლას, ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელებთ პრინციპულ ბრძოლას, ამასთანავე ჩვენ უკვე გაგზავნილი გვაქვს ინფორმაცია ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ მეგობრებთან და საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კერძო ინტერესების გამო სასწორზე დევს მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალს და კერძოდ ვიზა ლიბერალიზაციას. მადლობა.